აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზევე გაეცნო დევნილთა საჭიროებებს და დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა თითოეულ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს მივცეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა და ამ პროცესში ჩვენთან ერთად აქტიურ მხარდაჭერას გვიცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება, აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ. ჩვენ მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები, რაზეც ჩვენ მომავალში მოვახდენთ რეაგირებას, ასევე საჭიროებებთან და გამოწვევებთან ერთად ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი სისტემაში შემავალი სამინისტროების, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამები, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს და ზოგადად ჩვენი მიზანია, რომ მათი საცხოვრებელი პირობები იყოს ღირსეული და ყველა ის საჭიროება და პრობლემა, რაც დღეს უდგათ მათ, მაქსიმალურად იქნას აღმოფხვილი. ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ბატონ გიორგი ჯინჭარაძეს, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას, მუდმივად ეცნობა ამ ადამიანების პრობლემებს, ყოველდღიურობას, თუ რა ჭირდებათ მათ და ჩვენ მაქსიმალურად ვინდომებთ, რომ ამ ადამიანებს ყისიერად მოუგვარდეთ ის პირველადი პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ისეთი კაი პროგრამები წარმოგვიდგინეს, ყველაფერზე ვისაუბრეთ, ჩვენი პრობლემები გავაცანით.